What am I? What draws my admiration? What is that which gives me joy? Das war ein Befehl! Der Angriffssteiger war Befehl! Dali. See? Yes. Dali. I remember. Tell me. Slavery, sir. It's done. მოგესალმებით ძვირფასო აბრეშუმის ტელემაყურებელო, ტრადიციულად ჩვენი გადაცემა ამ შემთხვევაში შეშლილი კინოსამყარო არის თქვენს განკარგულებაში იმ სივრციდან გამოგიყვანთ ახლა რომელშიც ამ წუთში თქვენ ბრძანდებით შეიძლება ზოგი საიდიანად ზოგი მხიარულად ყოველ შემთხვევაში შეგიყვანთ ისეთ სივრცეში რომელშიც ნახავთ თუ რა მოიმოქმედა განთქმულმა სტივენ სპილბერგმა როგორც რეჟისორმა როცა გადაიღო ფილმი საიდუმლო დოსიე ანუ ვაშინგტონ პოსტი ზოგ შემთხვევაში ასე ქვია ზოგ შემთხვევაში ვაშინგტონ პოსტი საიდუმლო მასალები ესე დავარქვით ამ ფილმს ჩვენი თანაწამყვანი თავადი ლევან ლორთქიფანიძე თქვენი მონომორჩილი გლეხი ოთარ შამალტავა და ბატონი თუშმალიშვილი რომელიც არის პოლიტოლოგი რომელიც არის ჟურნალისტი და რომელიც არის სხვათა შორის ძალიან კარგი მცოდნე სწორედ იმ სივრცის იმ ასე ვთქვათ დამაინტრიგებელი გარემოსი რაზეც აგებულია სადაც ვიმოგზაურებთ სადაც ჩვენ ვიმოგზაურებთ მასთან ერთად 2017 წელს სამგზის ოსკაროსანმა სტივენ სპილბერგმა, სამგზის ოსკაროსანმა მერილ სტრიპმა და ორგზის ოსკაროსანმა ტომ ჰენქსმა, ანუ ჯამში 8 ოსკარის მფლობელმა ტრიომ ერთ კინოპროექტში მოიყარა თავი. ეს პოლიტიკური თრილერი 1971 წლის გახმაურებული სკანდალის პერიპეტიების შესახებ მოგვითხრობს, როცა ვაშინგტონ პოსტისა და ნიუ-იორკ ტაიმსის რედაქციებმა პენტაგონის დოკუმენტები გაასაჭაროვეს და ამერიკულ საზოგადოებას წლების განმავლობაში საგულდაგულოდ გადამალული მწარე სიმართლე უამბეს ვიეტნამის ომის შესახებ. რა მოხდა, როგორ მოხდა და რა მოხდა პრესის თავხედობას ფილმიდან და შეშლილი კინოსამყაროს სტუმრისაგან გიორგი თუშმალიშვილისაგან შეიტყობთ. რომ მომძანდით და გამოძებნეთ დრო ამისთვის რამდენად იმოქმედა აი შენზე როცა პირველად ნახე ეს ფილმი ამ სივრცე რა აი ამ ინტრიგებით გავსებულმა სამყარომ. იცი თემატიკა არის ძალიან საინტერესო თავისთავად ანუ ეს არის კონფლიქტი სახელმწიფო ინტერესებსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის, ხო? თან შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ ერთი მიდგომა ვერ იქნება. ხო. ანუ კონტექსტი გააჩნია. ეს კონტექსტი რაზეც არის ეს ფილმი, ასე ვთქვათ, მაწყობილი, არის ცივი ომი. რომ არა ცივი ომი, რა თქმა უნდა, ამერიკელები არ გავარდებოდნენ ვიეტნამს ომად. ხო, ოფიციალურად იქ მაშინ ამბობდნენ, რომ ესეთი განცხადება იყო ხოლმე, რომ ესე იგი ვეხმარებით ჩაგროვ ვიეტნამელ ხალხს თავისუფლების მოყოლდი იბრძვის და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა სინამდვილეში რა თქმა უნდა კონტექსტი იყო გეოპოლიტიკური, ეს იყო ეგრეთ წოდებული შეკავების პოლიტიკის ერთ-ერთი კომპონენტი, კერძოდ ამ კონკრეტულ ვითარებაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სადაც ესე იგი ჩინური ექსპანსიის წინააღმდეგ უნდა გადადგმულიყო რაღაცა ნაბიჯები. მან საინტერესო რა არის ეს კისინჯერს უწერია ძალიან კარგად და საინტერესოდ ამის ირგვლივ. ამათ ეშინოდათ ეგრეთ წოდებული დომინოს პრინციპის, ანუ ვიეტნამი, ასე ვთქვათ, გაწეთილდებოდა პირობითად, ხო? შემდეგ ამას მოყვება ესე კამბოჯა, ლაოსი, გადმოვიდა აქეთ უკვე ინდონეზია, ტაილანდი, ფილიპინები, უზარმაზარი მოსახლეობის მქონე ქვეყნები აზიას კარგავდა. აზიას კარგავდა, ყველა ეშინოდა იაპონიის გაწითლების და რატო ესე იაპონიის ესე იგი ეს დისციპლინირებული ერია, ერთი მხრივ ეს სამურაის კულტურა და
და ტექნოლოგიური ტექნოლოგიები და ის კამიკაძეების ეს უკვე ეს პრეცედენტი არსებობდა, ხო, ეს პერლ-ჰარბორის დაბომბვის და ეხლა ნუ წარმოიდგინე გამარქსისტებული იაპონია უკვე იქნებოდა ნუ ახლა სრული კატასტროფა, ხო, დასავლეთ სამყაროსთვის. ისე რაღაცად რო გამოვაზოგადოთ არა, საბოლოო ჯამში ეს არის ასე ვთქვათ კონფლიქტი სიტყვის თავისუფლებასა და ნუ ცენზურას შორის, ესე უხეშად რო ვთქვა რა. ორი სამყარო არის კიშმობაში ერთმანეთთან. დასავლეთ სამყარო მის ლიბერალური დემოკრატიის და აღმოსავლეთ პირობითად აღმოსავლეთ სამყარო ეგრეთ წოდებული სახალხო დემოკრატიის. სიამბოლში ხე სახალხო ძალიან ნუ პირობითად შეიძლება უწოდოთ ხა რა, სახალხო, იმიტომ ხალხს არავინ არ ეკითხებოდა. ვინ გაიმარჯვა ამ დაპირისპირებაში საბოლოო ჯამში? იმ სამყაროს სიტყვის თავისუფლება არსებობს. ხო ასე? რა თქმა უნდა. და ერთ-ერთი მიზეზი საბოლოო ჯამში საბჭოთა კავშირის ჩამოშლის, ხა იქ უამრავი ფაქტორია რა თქმა უნდა, ძალიან კომპლექსური საკითხია, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო სწორედ სიტყვის თავისუფლების არქონა და მოსახლეობის უნდობლობა ხელისუფლებისადმი. მაგალითად ხა ძალიან ხშირად ბევრი რაღაცა წამიკითხავს ამის ირგვლივ. ჩერნობილის ფაქტორი იყო ერთ-ერთი შეიძლება გადამწყვეტიც კი, ანუ ხდება კატასტროფა, ამის შესახებ არაფერს არ ამბობენ საერთოდ. 26 აპრილი იყო 1986 წლის. იმ უკვე პერესტროიკა დაწყებულია ეს გლასნოსი ეგრეთ წოდებული საჯაროობა ქართულად რომ ვთქვათ, ხო? მაგრამ გარბაჩოვი გამოდის ამის შესახებ ამბობს მხოლოდ და მხოლოდ 3 კვირის შემდეგ და ისიც ადანაშაულებს, დასავლელებს იმაში რომ აი რაღაცა პანიკა ატეხესა და სიამდვილის შეეთი არაფერი ხდება და რაღაც. ანუ მოსახლეობას უმალავდნენ ამას და ხალხმა ხო გაიგო, იმიტომ რომ დასავლეთ სადგურები მუშაობდნენ 24 საათი ამას განმოსცემდნენ. ჩვენ ვიცოდით მე და შენ მაგალითად, ალბათ უკვე მეორე თუ არა და მესამე დღეს ამის შესახებ, ხო? აგერ ბატონო შენ სიტყვის თავისუფლება და ესეთ გასავიდუმლოებული რაც ისეთი ხელისუფლება სადაც ნუ ყველაფერი არის ცენზურის ქვეშ, არა? ვინ იმარჯვებს? აგერ გაიცათ ამერიკა შეუსრულდება 250 წელი თავისი არსებობის. აი აქედან გავდივარ. ხო, აი ეგ არის პასუხი მაგაზე. სტილემაც არის, ხო? ეს კონკრეტული შემთხვევა რაც თქვით, როგორ ვეძახთ, პენტაგონის სკანდალი. პენტაგონის სკანდალი, პენტაგონის საბუთები, პენტაგონ ფაილს, ხო ინგლისურად. და იყო კიდევ უამრავი სხვა შემთხვევა, იგივე ჯულიან ასანჟის შემთხვევა და იგივე ამ სნოუდენის ამბავი, რომლებიც მოქმედებდნენ არა თქვა სახელმწიფოს დაკვეთით, როგორც აება ეს კონკრეტული შემთხვევა იყო. არამედ მოიპარეს უბრალოდ ეს ინფორმაცია და გაასაჯაროეს. და თან მანდ ეხა იგივე თუნდაც ასანჟის შემთხვევაში, ორივე შემთხვევაში ხომ არ იყო ორკესტრირებული FSB-ის მიერ, ანუ რუსების მიერ. ამაზე ეჭვები არსებობს, იმიტომ რომ თუნდაც ასანჯის შემთხვევაში ირკვევა, რომ რუსები მზად იყვნენ მისთვის მიეცათ, ასე ვთქვათ, თავშესაფარი პოლიტიკური და შემდეგ როცა ეკვადორის საელჩოში ჩაიკეტა ეს კაცი, ვიცით ხო, წლების განმავლობაში იქ იჯდა. ეკვადორმა მას მისცა მოქალაქეობა და პირდებოდა მოსკოვის საელჩოში პოსტს, დიპლომატიურ პოსტს, ანუ მოსკოვში. ოღონდ ეკვადორის საელჩოში და მე იქ რუსელებმა მოკლედ ასე ვთქვათ, არ აღიარეს მისი სტატუსი, თქვეს რომ ჩვენ ამას არ ვაღიარებთ შესაბამისად თუ გამოვიდოდა ეს კაცი შენობიდან, ხო მას დააკავებდნენ, ვინაიდან ამერიკელები ითხოვდნენ მის ექსტრადიციას და მოკლედ ვერ შედგა ეს ამბავი. და მეორე ხე სნოუდენი ჩაფრინდა მოსკოვში შესანიშნავად მისცეს იქ თავშესაფარი, მე მოქალაქეობა და დღემდე იქ ცხოვრობს. თქვით ჩვენ რომ მაშინ თქვათ ჩერნობილის შემთხვევაში დამალდა სიმართლე მთავრობა. აქაც იგივე პრობლემა არა, რომ ამ პენტაგონის ფაილებს მალავენ. აქედან გამომდინარე, როგორ შეაფასებთ თქვენ ამ ჟურნალისტების საქმიანობას Washington Post-ის და New York Times-ის? ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი მათი მხრიდან ამის გასაჯაროება, თუ ეს იყო პირიქით პატრიოტიზმის გამოვლინება? აბა ვნახოთ, ხე ისე მანდარი, ნუ ხე მორალური დილემაა, ხო? თან ფილმში ვხედავთ, ან მორალური დილემა არის იმ ხრივ, რომ კი ბატონო, ესე იგი, სახელმწიფო ინტერესი, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, თუ საზოგადოებრივი ინტერესი, ხო? რომელი უპირატესი? აი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ხალი როგორც მოიქცა,
იყო გამართლებული თუ არ იყო. საინტერესო ამბავია. ხო, ჯერ თქვათ, რომ თვითონ იმ პიროვნებას ახლა კაცის სახელი გვარი აღარ მახსოვს მით Rand Corporation-ის კაცი ელზბერგი ხო მას ემუქრებოდა ციხე უღუნდ გადაარჩინა პრინციპში Watergate-ის სკანდალმა კი ამ 71-ში დაიწყო ეს პენტაგონის ფაილების ამბავი და 72-ში 73-ში იყო გახმაურდა და გასკდა ეს ამბავი და ესე იგი სასამართლო მე გამოიტანა ეს განაჩენი რომ არის უდანაშაულო ელსბერგი ხო? კი. და ეხლა როგორც ვარაუდობენ, ვინაიდან დროში დაემთხვა ეს ყველაფერი და ვინაიდან ხელისუფლება არაკეთილსინდისერად იქცეოდა Watergate-ის შემთხვევაში, ეს რაღაცნაირად ირიბათ მაინც ხო, იმიტომ რომ მოსმენები იყო, უკანონოდ მოიპოვეს ეს ელსბერგის წინააღმდეგ სამხილებიო და ზუსტად იგივე ხდებოდა Watergate-ის სკანდალში. ხო, და ეხლა ნახოთ თვითონ ეს ქალი ვინც არის მფლობელი კეთრინ გრემი. მას აქვს მორალური დილემა ასევე იმ ხრივას, რომ არის მაღალი საზოგადოების წევრი ვაშინგტონის და არის პირადი მეგობარი რობერტ მაკნამარაში, ვინც თავდაცვის მინისტრი თავის დაავალა ესე იგი ამ ელსბერგს ადმინისტრაციაში. და როგორ მოიქცეს? ნიქსონის პერიოდი. ხო ანუ ეხლა რომელი გადაწონის მას საზოგადოებრივი ინტერესი ისე თუ რაღაცა პირადი ურთიერთობა პლუს კიდევ რაღაცა სახელმწიფო ასე ვთქვათ ნუ ინტერესი ხო ვახტანგ გაბაშიძე როცა იყო თქვენთან Watergate-ის ამბავზე ხო გადაცემაზე ეხლა ცოტა არის მოგზაურებული კაცია და არ მოუყოლია თვითონ მაგრამ მე გეტყვით მე თუ მუშაობდი რედაქციაში გაზეთ მალაძოშ გრუზიაში რომ ზუსტად ეს დილემა იყო იმ 99 წლის აპრილში გამოიქვეყნებინა თუ არა გაზეთს მოსკოველი ჟურნალისტის იურა ზოსტის ფოტოები. სადაც არის აღწერილი მთელი ეს ტრაგედია, ხო? დილემა. ან დიდი დილემა იყო, საბჭოთა კავშირი არის ჯერ, იქ CK-ში ყველაფერი არსებობს, ისინი ყავალზე დადგნენ, დაიწყეს რეკვა, რამდენადაც ვიცი. და მე უკვე ვახტანგის გადასაწყვეტი იყო თუ როგორ იქცევა. რამ განაწონა? საზოგადოებრივმა ინტერესმა გადაწონა, ხო? ხო. ეს არის პირველი უთარ დალევან პირველი პრეცედენტი, ანუ პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული გაზეთი გამოვიდა ცენზურის გარეშე. კი. მიუხედავად იმისა, რომ იყო დიდი ჩოჩქოლი. ხო. ხო და ნუ აი, რა ვიცი, ალბათ ეს არის რა პასუხი ამაზე ყველაფერზე რა. არა, მან კიდე შენ თვითონ ძალიან ზუსტად მიადექი ამ თემას, ოღონდ აქაც მთელ ფილმს რო უყურებ, აი მთლიანობაში თითქმის ფინალამდე, თითქმის შეიძლება ითქვას, რეალურად კეთრინ გრემის, ანუ მერილ სტრიპის თამაშობს, იმისი ორჭოფობა, შინაგანიო, მიუხედავად რომ თითქოს ძალიან თამამად რაღაც. თარმაგრა თამაშობს მერილ სტრიპი. და ბენ ბრედლის, ანუ ტომ ჰენქსის მთავარი რედაქტორი ვინც არის რაღაც. ამათი, ასე ვთქვათ, რაღაცა მომენტი ძალიან ზუსტად არის, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო ფიგურა არის სომხური წარმომავლობის ბენ ბეგდიკიანი, რომელსაც აი ბობ ოდენიკი ძალიან კარგი მსახიობია. ძალიან კარგი მსახიობია, ხო, ვარსკვლავი. აქვს ნახე. ჯობს დაურეკოთ სოულს, ჯობს დაურეკოთ ხოლმე. და იმაში თამაშობს, ძიმე დანაშაულში თამაშობს. და თვითონ ბაღდიკიანი იყო პულიცერის პრემიის ლაურეატი, სხვა შორის. ამ დროისთვის უკვე პულიცერის პრემიის ლაურეატია. ანუ უკვე სერიოზული ფიგურაა იმ დროისთვის, ხო? მაგრამ აქ კიდე ერთი კითხვა, აი საზოგადოებრივ ინტერესმა გაიმარჯვა თქვით. ამ სკანდალმა რამდენად შეუწყო ხელი ვიეტნამის ომის დასრულებას? თუ შეუწყო საერთოდ ხელი? გლობალურად ალბათ, იმიტომ რომ ტელევიზიაში უხდებოდა ეს ყველაფერი. ხო, გარდა თქვა ვაშინგტონ პოსტის და ნიუ-იორკ ტაიმსის ამბების, პუბლიკაციების მთლიანობაში მედია იყო ჩართული, ხო, ამერიკული. აი, გამოიწვია პროტესტი, ხო. აი, 71 წელია. ხო. და აი ერთი კითხვა მაქვს კიდე. 75-ში დამთავრდა ვიეტნამში. ვაშინგტონ პოსტი და ნიუ-იორკ ტაიმსი. ეს ორი ფლაგმანი პრესის, ხო, ამერიკული პრესის და მედიის. აი, ამ რა განსხვავებაა, თუ არის რამე თვისობრივი განსხვავება ამ ორ თქვათ არა, მეინსტრიმული მედია ორივე და კონკურენციაში რომელი იმარჯვებდა?
ისტორიულად რომელი უკეთესი შეიძლება ამის. ეს ფილმი რო იწყება, იქ უჭერს ვაშინგტონ პოსტს ფინანსურად. იმიტომ არის რომ იქ რაღაცა თქვათ იქ ვიღაცა ბანკირებს ხვდება ეს ქალი ესა ხო რაღაცა აქციების ამბავია რომ სულად აქცია. ეს მომენტიც იყო და ბილ ბრედლი სწორედ რომ იმ პოზიციაზე რომ თუ გვინდა რომ რამეს მივახციოთ, რაღაცას მივახციოთ ხო ხო ეს პრინციპში Washington Post და New York Times-ის ისტორიით არ იწყება, უბრალოდ მათი შემთხვევით არ იწყება თავისუფალი პრესის ისტორია, ხო? London Times-ი არის ძალიან საინტერესო მაგალითი ამისი. Times-ი რომელიც დაარსდა, როდესაც აი საფრანგეთის რევოლუცია რომ მზადდებოდა, ანუ 1780-იანი წლებია. და მან იყო ძალიან საინტერესო კაცი, ვინც დააფუძნა ეს გაზეთი. თუ არსები გვარად იყო Walter, John Walter, რაღაცა მსგავსი, ვინც იყო ამების მაღაროების მფლობელი. ანუ მდიდარი კაცი იყო ამის შახტების ისე მფლობელი და რაღაც მომენტში გადაწყვიტა რომ აი უნდა დააფუძნოს გაზეთი. ეს რა შეეხმარება ნუ ცნობადობის გაზრდაში, რაღაც მაღალ საზოგადოებაში უფრო მიიღებდნენ ალბათ ვიდრე თქო მაღაროების სხვა რაღაცა. რაც უნდა მდიდარი ყოფილიყო. და კრედო ამ Times-ის, ანუ იმაზე გარეკანზე იყო ესეთი დევიზი რომ არ ვემსახურებით არც ერთ სოციალურ ფენას, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. რაღაც მომხოციმაც რაღაცა. როგორ მოიპოვა ასე ვთქვათ, ნუ წარმატებული როგორ გახდა ეს გაზეთი, ხო? რენომე როგორ მოიპოვა. ზადება საფრანგეთის რევოლუცია ამ დროს. იქ რაღაცა ხდება. ეხა რა ეპოქა წარმოიდგინე, ელექტრონული მედია არის, არავით არის ტელეგრაფი ეგეთი რაღაცები არ არის. და კონკურენცია რასაც შეიძლება რაღაცა კონკურენცია არსებობდა ხო ირონიულ გამოცემებს შორის ეს კაცი ქირაობდა მეთევზეების ნავებს ლამანშზე სტრაფია შედარებით ხო ეს რაღაც მეთევზეების პატარა ნავები რომლებიც გადადიოდნენ ესე იგი მეორე მხარეს კალეში ყიდულობდნენ ფრანგულ გაზეთებს მოხონდათ უკან ეს სწრაფად ითარგმნებოდა და იბეჭდებოდა Times-ში ამით უკვე კონკურენტებს უგებდა ეს London Times-ი, ხო? მე იყო საინტერესო შემთხვევა, თუ არ ვცდები ყირიმის ომის დროს, უკვე ტელეგრაფი არსებობს, ესე იგი ბრიტანელების ტექნოლოგიური გენია, უკვე ხო წარმოვიდგინოთ, ზღვის შავ ზღვამდე მიიყვანეს ეს ისე რაღაც ხაზი, ხო, ხაზი. და ძალიან სწრაფადვე გადაისემოდა რეპორტაჟები, ისინი ასე ვთქვათ, ინფორმაცია, ხო? და იმდენად კრიტიკული იყო თვითონ ამ სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ, რომ იქ მომარაგება ცუდია, რომ საკვები არ ვარგა, რომ ტყვია წამალიც რაღაცა არ ყოფნით, რაღაცა ესეთები რა. რომ ატყდა სკანდალი და თვითონ სამხედრო ხელმძღვანელობამ, ამ დეპარტამენტმა, სამხედრო დეპარტამენტმა გასა განკარგულება, რომ ესე იგი ყველა სამხედრო უწყებას უნდა შეეწყვიტა ამ გაზეთის გამოწერა. დამად რაკნეს რომ ეს განკარგულება ადგნენ და გამოაქვეყნეს თავიანთ გაზეთს პირველივე გვერდზე. ანუ ამით ითქვა რომ აბატონო აი ეს ხელისუფლება გვერდზვის, რა თქმა უნდა, რეპუტაცია გაიზარდა გაზეთის, მკითხველი უფრო ესე ვთქვათ მიიზიდა ინტრიგა მიმატა. ხო ხო და New York Times-ისა და Washington Post-ის კონკურენცია არის უცნაურია. ამბავია რომ პენტაგონის სკანდალის შემთხვევაში და Watergate-ის სკანდალის შემთხვევაში ინფორმატორები, ორივე ინფორმატორი ჯერ მიდის New York Times-ში რატომღაც. და მე ეს თავაზობს იგივე მასალას Washington Post-ს. ეს ცოტა ბუნდოვანია მე მგონი ეს მომენტი ფილმში რას ფიქრობთ? რაღაც ზუსტად ვერ ედიტორი არ ვიცი. აი ხალი რომ მოდის და მე ამას დაუდებს მე მაგიდაზე მთელ ამ შეკორას, ხო? ვიღაცა აი ეს ხალი ვინ საიდან ვინ არის? ხო, ეს რაღაც წესი რა გაჩვენებს. ეს ხო, იქ Watergate-ის შემთხვევაში მეტიც New York Times-მა პრინციპში უარი თქვა მაშინ იმ მასალების დაბეჭდვას და Washington Post-მა დაბეჭდა მაშინ. უარი თქვა, მე მგონი დაიწყეს სავით და ამ დროს თუ მანამდე გააჩერა, ესე თქვა სასამართლო ვინცო მიიღო ესო Washington, ესე იგი New York Times-ის Washington-ის ოფისმა მიიღო ეს ინფორმაციაო და გავიდა შვებულებაში ის კაცვით ეს მასალა მიიღო. ოღონდ მე უკვე სოლიდარობის ნიშნად ყველა გაზეთი ბეჭდა სამ ყველა აი ორივე შემთხვევაში სამიზნე Washington Post-ის არის ნიქსონი. რით ვერ მოიგო ნიქსონმა ეს გული Washington Post-ის? თურმე, როდესაც მოკლედ გასყდა ეს ამბავი
ნიქსონს არ მიუგსევია საერთოდ ყურადღება, იმიტომ რომ როდის იწყება ისტორია 65-ში. ჯონსონია პრეზიდენტი და მანამდე ჯონსონის ადმინისტრაცია პრინციპში კენედის ადმინისტრაციის გაგრძელებაა, იგივე მაკნამარათი და ყველათი. და ნიქსონს უთქვას, ძალიანაც კარგი შეიძლება ესე მათ ასე ვთქვათ იმათკენ მიდის ისრები, ხო, ისრები წავა იმათკენ. და კისინჯერს დაურწმუნებია ნიქსონი, რომ ეხა ეს თუ მოხდა მე მომავალში ასეთი რაღაცები მოხდება, და ამიტომ ჩვენ გვირჩევნია, რომ ჩვენ ინტერესია რომ შევაჩეროთ ეს პროცესი რა ამბობთ. ეს ორი სკანდალი რომ არა, რომელიც შეეხო ნიქსონს. ნიქსონი წარმატებული პრეზიდენტი იქნებოდა თუ არა? ამერიკის ისტორიისთვის. და არის თუ არა წარმატებული პრეზიდენტი? იცი რა არის? ეხა იმდენად რეპუტაციული ზიანი მიაყენა უოთერგეიტმა. მიაყენა. რომ ეხა რაღაცა წარმატებულობაზე საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით ალბათ იმიტომ რომ ჩინეთი, ვიეტნამი. კისინჯერის ხო ნუ ეხა ვიეტნამიდან ადრე თუ გიან გამოვიდოდნენ კაცო ეხა ამაზე არ ლაპარაკი. მაგრამ ჩინეთთან ჩინეთის მიმართ გატარებულმა პოლიტიკამ მოიტანა ხო დიდი ალბათობით შედეგი იმ ხრივ რომ თქვათ საბჭოთა კავშირი უკვე ისეთ სიტუაციაში მოექცა, სადაც რაიმე ტიპის აგრესიული ქმედებების განხორციელებას ეკარგებოდა ასე ხო? ხო და ნუ ეს არის ალბათ დიპლომატიური გამარჯვება იმ ნიქსონის ადმინისტრაციის. აქ არის ერთი მომენტი რა. რეალურად რო წავიდეთ ასე ვთქვათ ლოგიკური იმისკენ რომ ამ ფილმში რომელსაც ნახავს იმედია ჩვენი მაყურებელი ამ ფილმში მაინც არის რაღაცა დადებული ბანკო ისეთ მომენტზე რომელშიც რისკ ფაქტორი საკმაოდ დიდია იმიტომ რომ კეტრინ გრემმა და ბენ ბრედლიმ მიიღეს გადაწყვეტილება რაღაცა ვარიანტში ესე იგი გასაიდუმლოებული საბუთები გააცნონ რაც თავის თავადად ცოტა არ იყოს და საკმაოდ ხიფათთან კავშირში იყო რა თქმა უნდა მომენტია შესაბამისად პრინციპში ახალ ფილმი კიდევ ერთხელ ვახსენეთ ეს ფილმი თავდება იმითი პრინციპში რითი იწყება სხვა ფილმი პრეზიდენტის მთელი ამბავი რა ვოთერგეიტის ეპიზოდია ბოლოში არა ეს სკანდალი ღვივდება ხო სკანდალი რომელმაც მე მოუღო ბოლო ნიქსონის ასე ვთქვათ კარიერულ წინსვლას და საერთოდ კარიერას ხო პრეზიდენტის მთელ ამბავში 4 ოსკარი აიღო ამ ფილმმა და ერთ-ერთი აიღო მეორე ხარისხოვანი როლისთვის აიღო ჯეისონ რობარტსმა. ვინც არის რედაქტორი ნიუ-იორკ ტაიმსის. ბენ ბრედლის თამაშობს სწორედ. ბრედლი არის ხო? ბენ ბრედლის თამაშობს და ბენ ბრედლის ამ ფილმში ჩვენ დღევანდელ ფილმში თამაშობს ტომ ჰენქსი. ეს ორივე ადამიანი ზურფასო მაყურებელო არის უნიკალური შემთხვევა კინოს დაჯილდოებების ცერემონიალის ისტორიაში, რადგან პირველი ანუ ეს რობარტსი არის კაცი რომელმაც მიჯრით ორჯერ მოიგო ოსკარი მეორე ხარისხოვანი როლისთვის და ტომ ჰენქსი არის მსახიობი რომელმაც მიჯრით მოიგო მთავარი როლის შესრულებისთვის ოსკარი. ამ ფილმისთვის მისცეს ტომ ჰენქსი? ამ ფილმისთვის ანუ ფილადელფიისთვის და ფორესტ გამპისთვის მისცეს იმას. ჯეისონ რობარტსი რა მაგარი მსახიობია. სერჯო ლეონესთან ეს ერთხელ თუ ოდესღაც დასავლეთ შესაძლოა Once Upon a Time in the West მან თამაშობს კარგად ხო? Not only plays, he can shoot too. ეს ჭიქა არის უნიკალური ჭიქა, რომ ეგ არის ხა ჩემ. შეშლილი კინოსამყარო ჭიქა, როცა თქვენ დარჩებით მარტო თქვენ თავთან ამ ფილმთან და გაიხსენებთ თქვენს წვლილს, თქვენს ღვაწლს ჩვენს გადაცემებში, იმ თუჩივე მოგინდებათ ამ ჭიქით. ცირა ხა ბიზნეს თეფში მოუთხოვია როგორც ამბობენ და თქვენი არის მესამე მე მაღაზიას გავხსნებ ხაი. მაღაზიას აი ხო. ეს პერსონაჟის კეტრინ გრემის სიტყვები მინდა დავიკითხო პატარა ნაწყვეტია საჯარო გამოსვლიდან როგორ მიმართავს ის CIA-ს თანამშრომლებს სხვაშორის. ჩვენ ბინძურ და სახიფათო სამყაროში გვიწევს ცხოვრება. არის უამრავი რამ, რაც საზოგადოებამ არ იცის და არც არის საჭირო რომ იცოდეს. მე მჯერა, რომ დემოკრატია ვითარდება მაშინ, როდესაც მთავრობა დგამს მხოლოდ სამართლებრივ კანონიერ დაბიჯებს სახელმწიფო საიდუმლოს
დასაცავად და როდესაც პრესას თავად შეუძლია გადაწყვიტოს დაბეჭდოს თუ არა ის. აჰა, მივადექით ლოგიკურ ოპტიმისტურ ფინალს. ხო და თუ დაგვა ერთი წუთი. კი, რა თქმა უნდა. ხო, რა თქმა უნდა გვეხსენებინა ეს პირველი შესწორება ამერიკის კონსტიტუციაში. დიახ. და ეგ ფილმში ჟღერს ასეთი მომენტია, როდესაც ორჭოფებიან არიციან ახლა რა მოხდება სასამართლო რა იმას გამოიტანს გადაწყვეტილება რაღაცა. იქ ამბობენ რომ ახლა ჯეფერსონი საფლავში შეუბრუნდებაო და ხო და რატომ იმიტომ რომ ერთ-ერთი მამა დამფუძნებელი სახელმწიფოსი არის რა თქმა უნდა ხო თომას ჯეფერსონი და მაგას ერთი ესეთი ფრაზა ნათქვამი რომ არჩევანი რომ მქონდესო თუ როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებდი სადაც არსებობს მთავრობა მაგრამ არ არის გაზეთები თუ ქვეყანა სადაც არსებობს გაზეთები მაგრამ არ არის მთავრობა მეორე სასარგებლოდ გავაკეთებდი არჩევანს მეორე სასარგებლოდ გავაკეთებდიო რა საინტერესო ჩვენ შემთხვევაში ეს არის ელექტრონული მედია ამ პრინციპზე დგას ნუ პრინციპში ელექტრონული მედია ჩვენ შემთხვევაში ელექტრონული მედია დღევანდელ დღეს აი ბატონო დიდი მადლობა ჩვენს პირველ სტუმარს დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს და იმისთვის რომ შემდგომი ჩვენი შეხვედრები იყოს უფრო ასე ვთქვათ ინტენსიური ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს შრომას ლევან თავად ლორდ კიპარიძესთან და ჩემთან ერთად და აბა თქვენიცით ალბათ შევხვდებით კვლავ შეშლის სამყაროში What am I? What draws my admiration? What is that which gives me joy? Das war ein Befehl! Der Angriffssteiger war Befehl! Dali. Wer sind Sie? Dali. I remember. Tell me. Slavery, sir. It's done.